განვითარების პროექტი თუ ძალაუფლების თამაში. სომალია აცხადებს, რომ სურს აშენოს 45 კილომეტრი გზა ჰარგეისაში, სომალილენდის დედაქალაქში, რომელიც უკვე 300 წლეულზე მეტია თვითმმართველია. თუმცა მოგადიშუ მას კვლავ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. სომალილენდი ამ ინვესტიციის დაფინანსებას უფრო ფართო მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში ითხოვს. მაგრამ როდესაც პროექტს ფედერალურ ინიციატივად წარმოაჩენენ, სომალია ამით აძლიერებს თავის პრეტენზიას სომალილენდზე და ეწინააღმდეგება მის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. ეხლა ამ დაპირისპირებას უფრო დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს მას შემდეგ, რაც ისრაელი გახდა პირველი გაეროს წევრი სახელმწიფო, რომელმაც სომალილენდი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. ეხლა ჩვენთან ერთადაა საიდ იბრაჰიმი, Somaliland Chronicle-ის რედაქტორი. გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით. ეს არის პოზიტიური ამბავი შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. თუ სომალია საერთაშორისო განვითარების დაფინანსებას იყენებს იმისთვის, რომ სომალილენდის მიმართ თავისი სუვერენიტეტის პრეტენზია გააძლიეროს, სინამდვილეში ეს მეორე ვარიანტია. და კიდევ ერთხელ, იცით, თქვენ ეს ისე დააკენეთ, რომ ძალიან სამართლიანად წარმოაჩინეთ. ეს არაფერია გარდა ძალაუფლების თამაშისა სომალიის მხრიდან, რომ სადოს და გააბუნდოვნოს ხაზი სომალილენდსა და სომალიას შორის. და სულ მცირე, იცით, როგორ გას აჩვენოს მსოფლიოს, რომ თითქოს რაღაცას აკეთებს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც არ აკონტროლებს და ეს არის ფაქტობრივად რეალობა ადგილზე. მაგრამ საქმე ცოტა უფრო მძიმედაა, რადგან როგორც იცით, ეს დაფინანსება აშკარად არ მოდის თავად სომალიიდან. სომალიას არაფრის საშუალება არ აქვს, იცით? მათ შორის საკუთარი დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც კი. ვფიქრობ, ეს საკმაოდ აშკარაა, ხო ასეა. მაგრამ იცით, ეს მოდის მსოფლიო ბანკიდან. და მსოფლიო ბანკი შესაბამისად არ აღიარებს სომალილენდს. ასე რომ კიდევ ერთხელ არასწორია ის ფორმულირება, როგორც ფედერალური მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს ეს პროექტად, რომელსაც სომალილენდში ახორციელებს. რაც აბსოლუტური სისულელეა. მაგრამ ამავე დროს სინამდვილეში ბრალი სომალილენდს მიუძღვის, რადგან მან ეს მართლაც მიიღო. რადგან როგორც ვქვით, აქ ბევრად უფრო მაღალია რისკები. ეს არის აღიარებული ქვეყანა და იცით, კიდევ ერთხელ ამ პროექტების მიღება თითქოს იცით აკავშირებს მას იცით, ცოტა უფრო მეტად აკავშირებს სომალიასთან, ვიდრე აშორებს და შემდეგ თითქოს სწორ მიმართულებაში მიდის. ასე რომ ფიქრობთ, ეს ნამდვილად არ არის პოზიტიური ნაბიჯი, სომალილენდს თავადაც შეუძლია ამ პროექტების დაფინანსება. იცით, გულისხმობ 20 მილიონი სომალილენდის ბიუჯეტი წელს თითქმის 400 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არ არის გადამჩენი თანხა. ეს დიდი შეცდომა, რადგან სომალილენდს რეალურად შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. მაგრამ სომალილენდი ამბობს, რომ სურს ინვესტიცია ამ პროექტისთვის, თუმცა შეძლებს თუ არა წინსვლას უშუალო თანამშრომლობის გარეშე მოგადიშუსა და სომალილენდის ხელისუფლებებს შორის. არის თუ არა სხვა გზა, რომ ეს ისე ჩამოაყალიბონ, რომ ინვესტიცია მაინც მიიღონ მსოფლიო ბანკის მეშვეობით. რა ვარიანტები აქვს? ასე რომ, რამდენიმე ვარიანტია, ანუ არსებობს გარკვეული შეთანხმება და კიდევ ერთხელ ეს შეცდომები გროვდება. ხო ასეა, როგორც თქვი, ეს ნამდვილად არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სომალილენდში. საკმაოდ ბევრი პროექტია, ერთ-ერთი მათგანი ცენტრალურ ბანკთან და მსოფლიო ბანკთან ერთად ხორციელდება. და კიდევ ერთხელ, უფრო ფართო კონტექსტში ეს არის პროექტი, რომელსაც აფინანსებენ იმისთვის, რასაც მსოფლიო ბანკი სომალიას უწოდებს და სომალილენდს ამ ყველაფრის ნაწილად მიიჩნევს. ხო ასეა. ასე რომ, სომალილენდს მართლა სჭირდება სერიოზულად დაფიქრება. და კიდევ ერთხელ ეს არის, როცა პრეზიდენტი სოფლიოს მიმართავს და ამბობს, რომ ჩვენ ინვესტიცია გვინდა და არა დახმარება, ეს დახმარებაა, არა ინვესტიცია. ასე რომ, რთულია მართლაც გაამართლო ის, რომ ამბობ, მე ცალკე ქვეყანა ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც იღებ. თითქოს სიტყვებით თამაშო. იცი, ანუ ერთგვარი სიტყვიერი ჟონგლიორობა, ეს არ მუშაობს. და ისევ ეს სომალის აძლევს გამარჯვებას, რომელიც არ ეკუთვნის. ეხლა რა ხდება მსოფლიო ბანკთან და მის როლთან დაკავშირებით ამ ყველაფერში? შეიძლება თუ არა, რომ მან სომალის ტერიტორიული პრეტენზიის მხარდაჭერის შთაბეჭდილება დატოვოს. თუნდაც პროექტი განიხილებოდეს ან წარდგენილი იყოს მხოლოდ როგორც განვითარების დახმარება, თუ ის განხორციელდება. ეხლა, იცით, კიდევ ერთხელ, მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს სომალისა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ეს რამეს ნიშნავს ვინმესთვის დღესდღეობით. მაგრამ იცით, მსოფლიო ბანკი ცხადი არ აღიარებს სომალილენდს და ერთადერთი გზა, რომ ესეთი სახსრები რეალურად მოხდეს სომალილენდში, არის ის, რომ სომალილენდმა მიიღოს ეს და მას ფედერალური წევრი სახელმწიფოს მსგავსად მოექცნენ. ხო, ასეა. ეხლა, რაღაც ფორმულირების განსხვავებები
იცით, როცა მართლა, იცით, კარგად დააკვირდებით ამ დოკუმენტებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ფული გადაეცემა სომალიას. იცით, ისე სულ მცირე თანხებია გამოყოფილი სომალილენდისთვის. ჩვენ არც კი ვსაუბრობთ ნახევარ განაცილებაზე, ზოგჯერ საუბარია პროცენტზე, რომელიც 5%-ს კი არ მსაც კი არ შეადგენს მთლიანი პროექტის. ასე რომ, კიდევ ერთხელ, იცით, კიდევ ერთხელ, როცა ამას ადარებთ სომალილენდის ეროვნულ ბიუჯეტს, რომელიც იცით 420 მილიონზე მეტია 2026 წლისთვის. მე მჯერა რომ რეალურად შეუძლია დააფინანსოს 20 მილიონი დოლარის ღირებულების გზა, ხომ ასეა? და ვინ სხვას ამბობს, ან მათემატიკა არ იცის, ან ფიქრობ რომ არსებობს დამოკიდებულება, იცით, დახმარებაზე. და იცით, დროა ვიმოქმედოთ ისე, როგორც უნდა მოვიქცეთ. უნდა შევუწყოთ ხელი მეტ ინვესტიციას. საინტერესოა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუ და როგორ გაგრძელდება ეს პროექტი. საიდ იბრაჰიმ, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით.